საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება. ვანო მერაბიშვილი ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. პრემიერმა ფერმერებს გააცნო ახალი 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კომპანიის გეგმებზე, რომელმაც მოსახლეობისგან ჭარბი მოსავალი უნდა ჩაიბაროს და შემდეგ ექსპორტზე უკრაინაში გაიტანოს, საიდანაც მოგვიანებით მისი ევროპის ქვეყნებში რეექსპორტი განხორციელდება. ვანო მერაბიშვილის თქმით, ქართველი ფერმერების და გლეხებისთვის დღემდე მთავარ პრობლემად რჩება მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე. პრემიერის თქმით, დღეიდან მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი დროის 50% მე დაუთმობ ამ სახელმწიფო კომპანიის მართვას. რას ითვალისწინებს, რა მისია ექნება, რა ფუნქცია ექნება ამ კომპანიას. დღემდე იყო ასე. ცალკე აღებული ინდივიდუალური მეწარმე აგროვებდა ამ ტვირთს და მიქონდა გასაყიდად უკრაინაში, აზერბაიჯანში. ჩვენი ამოცანა არ არის ჩავანაცვლოთ ის ბიზნესმენები, ვინც დაკავებული იყო ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა ა. დავეხმაროთ ამ ექსპორტიორებს გატანაში და ბ. გლეხებს დავეხმაროთ, რომ მისი ტვირთით ჩავიბაროთ და პროდუქცია საქართველოსთან გავიდეს. სახელმწიფოს აქვს თანხები მისათვის, რომ აგებული იქნას ინფრასტრუქტურა, სადაც მოხდება ჩაბარება. შეძენილი იქნას სატრანსპორტო საშუალებები, ეს არის კონტეინერები თუ მანქანები, რათა მაღალ დონეზე, მაღალი ხარისხით დაფასოვდეს, გადაიზიდოს და რეალიზაცია მოხდეს ქართული პროდუქციის. ამ ტვირთს ჩვენ დაბალ ფასებში ჩავიტანთ ჩვენ უკრაინაში. უკრაინის ბაზარი ყველას მოგეხსენებთ, არის ძალიან დიდი. ჩვენ ვაპირებთ გურიაში 2 ადგილას, მერიაში და ნატანებში გავაკეთოთ ჩასაბარებელი პუნქტები. ეს ეხება ხურმა-კარალიოკს. ხურმა-კარალიოკი, ციტრუსი და მომავალში კივით შეიძლება გატარდეს. კივით შევიძენთ ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანად უსაფრთხოდ შეიფუთოს, დაფასოვდეს და იაფადას სწრაფად გადაიზიდოს ეს ტვირთი, ჭარბი ტვირთი უკრაინაში. როგორც კი გლეხს ეცოდინება, რომ რამდენიც არ უნდა მოიყვანოს მან ესა თუ ის პროდუქცია. ის გაყიდის იმ ფასად, რომ ხარჯსაც გაწევს და მოგებასაც დაიტოვებს, ეს იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის, არა მარტო გაურმაგების, გაოთხმაგების და გაათმაგების. ჩვენ მოვეხმარებით როგორც გადამზიდავს, ასევე გლეხს. მთელ საქართველოს მასშტაბით დიდი ქსელია. გურიაში იქნება 2 წერტილი, სადაც იქნება ამის ჩაბარება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეგვიძლია მე-3 და მე-4-ს დავუმატოთ. აქ არის ბატონო ვანო ძირითადი საწყობები მითითებული, სადაც იქნება მთელი ჩვენ საწყობი გვექნება ჩაქვში. ჩაქვშიც გვექნება ბათუმში და დანარჩენ ადგილებში, რაც შეეხება ნატანებს, მერიას, ხელვაჩაურს, ქედას, ბევრი ადგილებია, სადაც გავაკეთებთ მობილურ ჩამბარებელ პუნქტებს. ანუ არსებული პავილიონები, სადაც მიჩვეულია არის გლეხი დღეს ბიტანას პროდუქციის და ჩაბარებას, გავაკეთებთ დასახარისხებელ პუნქტებს, ანუ ხაზები დადგება, შეიკრება საბოლოოდ ესეთი ინფრასტრუქტურაც გვექნება, რომ პალეტებად შეიკრას, რაც საბოლოო ჯამში მოგცევს ტვირთის გარანტირებულ ხარისხს უკვე სარეალიზაციო ადგილზე. ჩვენ სახელმწიფო უზრუნველყოფთ, რომ გლეხმა ჩააბაროს ამ ორგანიზაციას, ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას იმ ფასებში, რომელიც მისთვის არის მომგებიანი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გლეხმა უნდა მიიღოს იმაზე უფრო მეტი მოგება და შემოსავალი, ვიდრე მას აქვს ხარჯი. და მან უნდა იცოდეს, რომ მას აქვს გარანტირებული მოგება. როგორც კი გლეხი 2-3 წელიწად იქნება დარწმუნებული, რომ რამდენიც არ მოიყვანა, ეს გაყიდა და მოგება მიიღო, მერწმუნეთ, რომ მას ექნება ინტერესი, რომ უფრო მეტი გააშენოს, უფრო მეტი მოიყვანოს. და ეს არის მთავარი პირობა და ეს თუ არ მოგვარდა, აი რაც არ უნდა დაეხმარო გლეხს, მიწაც რომ ისე, კრედიტიც მისე, თუ ვერ გაასაღა, რა აზრი აქვს? ჩემ მთავარია არსებობდეს ბაზარი და კონდეს გარანტირებული გაყიდვა. დღემდე ასე იყო, რომ დღეს ერთმანეთს უწევით კონკურენციას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის გაერთიანება, რომ ჩვენი ბაზარი შევინარჩუნოთ. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით, გავერთიანდეთ და ერთად შევებრძოლოთ ჩვენ კონკურენტებს, რომლებიც ჩვენ ბაზარს იპყრობენ უკვე.